ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ზურგში დანის დარტყმასავითაა. Beautiful ჩემი mosaic. აზრით ეს მშვენიერი მოზაიკაა. I like snow, mountain. მიყვარს თოვლიანი მთები, მიყვარს კუბდარი, ძალიან კარგი ხალხია სვანები. And very good people. Imaginez ასე ცივი გულით მითხრეს უარი აქ ყოფნის უფლებაზე. ce que j'ai fait pour ce pays. This is part of my life. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. 300-ზე მეტი ბენდი მყავს გადაღებული. Genesis, Phil Collins. ეს Genesis-ი და Phil Collins-ი. This is Iron Maiden. ეს Iron Maiden-ი. საუკეთესო მომღერლების ავტოგრაფები და ჩანაწერებია. აი ეს მაგალითად ლეონარდ კოენმა დამიტოვა. I am here again. Je serai le porte-parole. თუ მაინც მომიწია ქვეყნის დატოვება, საქართველოს გარეთაც ქართველი ხალხის რუპორი ვიქნები და იმაზე ვილაპარაკებ, რაც ქართველებს აწუხებს. Alors moi, j'étais agréablement. სიურპრიზი მივიღე 2026 წლის 9 მარტს, როცა საქართველოში ბინადრობის უფლების ვადა გამიგრძელეს. იუსტიციის სახლში თანხაც გადავიხადე. ჩემთვის პლასტიკური ბარათიც უნდა გადმოეცათ, თუმცა რატომღაც ეს ბარათი არ მომცეს. 25-ან 26 მარტს კი ჩემს სახლში კარზე დარეკეს. საქართველოს ფოსტის წარმომადგენელი მოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემს სახელზე წერილი იყო. 20 წელი აქ ვცხოვრობ და არასდროს საქართველოს ფოსტას ჩემთვის სახლში არაფერი მოუტანია. გავხსენი წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ჩემი ბინადრობის უფლება გაუქმებულია. ცხადია ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე. Mon permis de séjour. იქვე ეწერა, რომ მე მეძლეოდა 30 დღიანი ვადა ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. Position si ça me convenait pas. Ah moi j'ai ჩემთვის ეს შოკი იყო, რადგან ეს გადაწყვეტილება მთელ ჩემს გეგმებს ანგრევს. აფერხებს საქართველოს დოკუმენტური ფილმის გადაღებას, რასაც წლებია ვაკეთებ და ხელს უშლის ჩემს სურვილს აქ ვიცხოვრო, აქ მოვკვდე და აქ დავიმარხო. en fumée. This is photo ეს ფოტო საქართველოში ჩემი პირველი გამოფენიდანაა, რომელიც ქუთაისში ჩატარდა. Kutaisi. This is what I see. ეს არის კადრი, რომელიც დავინახე ნატახტრიდან მესტიაში ფრენისას. ჩემი ტელეფონით გადაღებულია. With my telephone. I like snow, mountain. მიყვარს თოვლიანი მთები, მიყვარს კუბდარი, ძალიან კარგი ხალხია სვანები. ძალიან გულიანი ხალხია. და თან სვანეთი იყო პირველი ადგილი, სადაც მოხვდი საქართველოში რომ ჩამოვედი. ერისიონზე ვიდეო რომ უნდა გამეკეთებინა. From Erisioni, Georgian legend. Ben moi je suis pas aveugle. მე არ ვარ ბრმა და კარგად ვხედავ რა ხდება დღეს ქვეყანაში. ბევრი ჩემი მეგობარი წავიდა საქართველოდან და როცა უკან ჩამოსვლა დააპირეს, მათ ამაში ხელი შეუშალეს. აღარ შემოუშვეს. ხშირად ვამბობ ხოლმე ჟურნალისტებთან, რომ სიტყვებს აქვს წონა, ხოლო ფოტოებს მოაქვს ემოცია და როგორც ჩანს ჩემმა სიტყვებმა და ჩემმა გადაღებულმა ფოტოებმა ვიღაცები ძალიან შეაწუხა. ჩემთვის ისიც მძიმე იყო, რომ იმ ფონზე რაც მე გამიკეთებია საქართველოში, საქართველოსთვის, ასე ცივი გულით მითხრეს უარი აქ ყოფნის უფლებაზე. J'ai fait pour ce pays. This is part of my life. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. 300-ზე მეტი ბენდი მყავს გადაღებული. მინდოდა საქართველოში დიდი გამოფენა მომეწყო. იმდენი მასალა მაქვს ამ როკ ბენდებზე ერთ მუზეუმს ეყოფა. I have enough material for make this. This is Jethro Tull. ეს Jethro Tull-ია. This is hopla, Genesis, Phil Collins. ეს Genesis-ი და Phil Collins-ი. This is Iron Maiden. ეს Iron Maiden-ი. And this is Black Ururu. ეს Black Ururu-ა, რეგა ბენდი. მე ვმუშაობდი უდიდეს რეგა ფესტივალზე, რომელიც რეგიონში გაიმართა და მათი ასობით ფოტო მაქვს გადაღებული. And this is this picture what you see here. It is Scorpions. ამ ფოტოზე Scorpions-ია, მაგრამ იმით არის საინტერესო, რომ მისი ვოკალი გიტარაზე უკრავს, ეს ძალიან იშვიათი ფოტოა. He has this guitar in show.
Moi, je viens de l'Europe, j'ai vécu. მე საქართველოში ევროპიდან ჩამოვედი. ამ ქვეყანამ გაშლილი ხელით მიმიღო, რამაც განაპირობა ჩემი სიყვარული აქაურობისადმი. L'hospitalité. ვაიმე შეგოვენახო შვიცელიცა შვენახო Une soupra, deux soupra, trois soupra. როცა ხვდები ერთ სუფრაზე, მე მეორეზე, ერთი რეგიონიდან მეორეში გადახვალ. ხალხს გაიცნობ, კულტურას, სიმღერას ეცნობი. ნელ-ნელა აქაურობის ნაწილი ხდები. ჩემი სიყვარულიც ამ ქვეყნისადმი ამაზე გადის. ცალკე ვახსენებ საქართველოს ახალგაზრდობას, მე რომ აქ ჩამოვედი, ქვეყანა საბჭოთა კავშირის ზეგავლენიდან თავისუფლდებოდა. ახალგაზრდა ქართველებს სურდათ ახალი ცხოვრების დაწყება, ახალი რაღაცების სწავლა და გაკეთება. მე აღფრთოვანებული ვიყავი ამით. Pour aller vers l'Europe. This is my Bible, my rock Bible. ეს კი ჩემი როკ ბიბლიაა, არტისტების ავტოგრაფები და ჩემთვის სამახსოვროდ გაკეთებული ჩანაწერები. ძალიან ძვირფასია მართლა. საუკეთესო მომღერლების ავტოგრაფები და ჩანაწერებია. აი ეს მაგალითად ლეონარდ კოენმა დამიტოვა. ავტოპორტრეტი წარწერით მე ისე ვაქ ვარ. This is Rudolf Schenker. ეს რუდოლფ შენკერის ჩანაწერია, სკორპიონზის ვოკალის და გიტარისტის. ეს არის ჩემი ფავორიტი, ჯო კოკერის ჩანაწერი. Here. Donc you can imagine one path. აქ კი ჩემი კონცერტის საშვებია. წარმოიდგინეთ რამდენია, ერთი საშვი, ერთი კონცერტი. Rolling Stone. Rolling Stones-ი, James Brown-ი, არ ვიცი, უამრავია. ეს კი კონცერტის ბილეთებია, ეს ყველაფერი ჩემი გამოფენის მასალაა. It is for when I make my exhibition. When it will be? I don't know. ვინ იცის, ჩემი პროექტი იყო, რომ ეს გამეკეთებინა აქ, მაგრამ იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, არ ვიცი. I don't know. Moi je voulais suivre. სულ სხვადასხვა ამბებს ვაშუქებდი და ამ პროცესში 1000-ნაირი ხალხი გავიცანი. ეს ის პერიოდი იყო, როცა თბილისში ჯერ კიდევ ხშირად ითიშებოდა დენი. უცნაური შეგრძნება იყო ხოლმე. ქალაქის ცენტრში ნახევარსარდაფში გახსნილ კაფეში ჩახვიდოდი, უცებ ითიშებოდა ელექტროენერგია და ვისხედით ნახევრად სიბნელეში. თუმცა ცვლილებების მოლოდინი მაინც იგრძნობოდა, ვის არ შევხვდი მაშინ. ზოგი პოლიციაში მუშაობდა, ზოგი ეკლესიაში, ზოგი კულტურის სფეროს წარმომადგენელი იყო და მათგან ყველა ელოდა ცვლილებებს. შემდეგ იყო ეს ბოლო არჩევნები, რომლის მერეც ყველაფერი შეიცვალა ქვეყანაში და ისე უიმედობის შეგრძნება გაჩნდა. Grosse cassure. When I was speaking from evolution of this country, როცა მე ვლაპარაკობ ამ ქვეყნის განვითარებაზე, ამის საჩვენებლად ყველა მასალა მაქვს. ჩემი აზრით ეს მშვენიერი მოზაიკაა. Of the reality. yes, დიახ, და ისედაც მე როცა პირველად ჩამოვედი თბილისში, ქალაქში უამრავი მოზაიკა მხვდებოდა. ახლა ვერსად ნახავ. ყველაფერი დაანგრიეს, რაც ამ კულტურის ნაწილი იყო. ესეც რაღაც ეგეთია. შეიძლება დადო ნებისმიერ ადგილას და ყველას ემახსოვრება რა ხდებოდა აქ. and this is the same. This is you can put this everywhere, and every people remember what happening. Moi je მართლა ვერ ხვდები რა უნდა იყოს მიზეზი. არასდროს არავის გაუფრთხილები ვარ, რომ არასწორად ვიქცევი ან ცუცს ვაკეთებ რამეს. ან ისედაც როგორ უნდა აუკრძალო ფოტო ან ვიდეო გადაღების მოყვარულს გადაიღოს ის, რაც რეალურად ხდება მის გარშემო. არ ვიცი. მე დავდიოდი რეგიონებში. ვიღებდი პატარა სოფლების ცხოვრებას, ადგილობრივი ხალხის ემოციურ კადრებს. კანონმორჩილი მოქალაქე ისედაც ვარ. მაგრამ როცა ფოტოგრაფი ხარ და ხელში გიჭირავს კამერა, შეიძლება აღმოჩნდე ისტორიულ მომენტში. ისეთ ადგილას, სადაც რაღაც ხდება. და ცხადია გადაიღებ რაც იქ ხდება. არავის ეგონოს რომ მხოლოდ პოლიტიკურ მოვლენებს და პოლიტიკურ მარშებს ვიღებ. რელიგიური შინაარსის აქციებიც გადამიღია. კულტურული ღონისძიებები. მხოლოდ ოპოზიციის მანიფესტაციებზე კი არ ვიღებ ფოტოებს, ქართული ოცნების მიტინგებზეც ვარ ხოლმე და იქაც ვიღებ. manifestation de Georgia Dream. Ben moi ça va être ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ზურგში დანის დარტყმასავითაა. ამ ქვეყნის სიყვარულის პასუხად, რომლის ხალხით შემიყვარდა, ორმხრივი სიყვარულით, მივიღე გაძევება. ეს ცხადია გაუგებარი და მტკივნეულია. მაგრამ არ მეშინია. თუ მაინც მომიწია ქვეყნის დატოვება,
საქართველოს გარეთაც ქართველი ხალხის რუპორი ვიქნები და იმაზე ვილაპარაკებ, რაც ქართველებს აწუხებს. სულ ცოტა სათქმელიც ის მაქვს, როგორც ადამიანს, ვინც საქართველოში ცხოვრებისას სამ ხელისუფლებას მოესწრო და პირადი ინვესტიცია ჩადო ამ ქვეყანაში, არის ის, როგორი უარყოფითი ტენდენცია არსებობს დღეს საქართველოში. Surtout après tout ce que რატომ შეიცვალა მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სულით და გულით უყვართ საქართველო? pour ce pays. J'arrêterai pas mon combat de ჩემთვის ამაზე საუბარი მძიმეა, თუმცა მინდა სასამართლოს გზით ვცადო დავიცვა ჩემი უფლებები. თუ აქ ვერ მივახცევ სასურველ შედეგს, ევროპულ ინსტანციაში მომიწევს ბრძოლა. უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ მომიწევს. ის დოკუმენტური მასალა, რომელზეც შვიდად უნდა მემუშავა და მომემზადებინა ფილმი საქართველოს საზოგადოების განვითარებაზე, გადავცე BBC-ს ან სხვა მსხვილ კომპანიას. რადგან მე იმ ბრძოლით უფრო ვიქნები დაკავებული, რომ საქართველოში დავბრუნდე. ma vie dans ce pays.